მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი ისევ და ისევ FC Mobile-ის ვიდეოთი და დღეს შემოვიდეო პაკ ოპენინგი, ასევე extra time pick-ი და კიდევ რომელიმე კარტს ავიღებთ. თუ ავიღეთ ივენთიდან, რომელიც არის გასუდგეთ ივენთი strike-ი, Ian Wright-ი, რადგან 800 ვერანაირად ვერ შევაგროვე, ავიღეთ. თუ არა და არ ვიცი, შევაგროვებ თუ არა საკმარის შართ. მოდი ახლა გადავიდეთ. და მინდა რომ გავხსნა პირველი grassroot რიცის პაკები. იმიტომ რომ ახალი ივენთი, კაპიტნების ივენთი, როგორც ქვია ასე ქართულად, ასეთი ივენთს, ხო და ამ ივენთში რომელიმე კარდი რომ აიღო გალერიიდან, გჭირდება 4000 შერთ პოინტი, რომელსაც კარდების ჩაბარებით იღებ. და ეგ მაგას მე ვერ შევძლებ. რაც არ უნდა დიდხანს და რაც არ უნდა ფული ჩავრიცხო, ვერ შევძლებ. ამიტომ გადავწყვიტე რომ grassroot გრიდზე გავაკეთო კონცენტრირება და მოდი პირველ დავიწყოთ 3000 ჯებიანი პაკით. გავხსნათ მოდი. მიდი რამე კარგი დააგდე რა გთხოვ. ძალიან მინდა რომ კაი რამე იყოს გთხოვ. მიდი. ესპანეთი. სტრაიკი. ხეტაფი. 106-იანი. ცუდია. მოდი რაც არის რა ის პაკი გავხსნით 3000 ჯენია და დანარჩენს მე 2500-იანებზე გავუშვებ grassroot გრიდს. აქაც არის კარგი კარდები, მაგრამ ნახე და შანსი ძალიან ცოტაა, მაგალითად დირკივიტი რომ წდავაგდო, ძირითადში რა თქმა უნდა ვერ მოხვდება, რადგან 111 ოვერიანი მყავს და თან 3 ვარსკვლავი აქვს სკილ მოძრაობები და ძალიან ცუდია. მაგრამ მოდი ვცადოთ ბედი მაინც, ჩვენი რა მიდის. ხო, ვინმე 100-იანი დამიგდე. სხვა შემთხვევაში თანახმა და კამაყოფილი არ ვიქნები. 109-იანი თუ რამე ისეთი პოზიციური ამ ფეხბურთელი ამომივიდა, კარგია. ახლა ეს ცოტა ხანით გაჭედავს, რადგან არა. ინგლისი. არა. რა ბიჭო, გადაობ. მე მეგონა რომ რის ჯეიმსი იყო და მეთქი აუ არა და რა კაი იქნებოდა რის ჯეიმსი. აი არა უშავს. მოდი ახლა გავუშვათ 2500 ჯემიანი პაკები. 2-2 ერთად. მე 1500-იანსაც გავხსნი. აბა მიდი კარგი ვინმე. ხო. ცოტა ხნით ვაცადოთ. ხო, ვინმე კარგი დააგდეთ, ხო. ილანდიელი 106-იანი და 105-იანი. 10 შართ პოინტია და ამიტომაც ამაზე თლად ახლა ვერ ვიტყვი, რომ ცუდი იყო თქო. მოდი კიდევ გავხსნათ ეს პაკი და დღეს მე მგონი ამ შართ პოინტები მეყოფა რომ Ian Wright-ი ავიღო. ეს არა. მიდი კარგი ვინმე ხო. საფრანგეთის სტრაიკი ხო. ბესტი. 107-იანი ლის მელუ. ესეც not bad არის. მოდი ახლა წავიდეთ და ჩავაბაროთ ყველა ჩვენი ჯემი. ჯემი რაღა იყო და კარდები. გადაო ბიჭო, არ მყოფნის ბრატ. მოდი ჯერ იყოს. extra time player pick-ი. შევიდეთ და 10000-იანი გავხსნათ. წინაზე, როდესაც ეს პიკი გავხსენი, წინა კვირის, ამომიგდო კვარა. ხვიჩა კვარაცხელია და ძალიან გამიხარდა და ახლა ვნახოთ ეს რა არის. გასორი და ესეც შეიძლება, მაგრამ არა.
თხოვ ვინმე 111-იანი მაინც. გადაობ ეს რა არის? რაში მჭირდება ეს კარტი? აზრი მაქვს. ეს 108-იანი კარტი არაფერში მჭირდება და ექსჩეინჯებში პაკში თუ რამე შემიძლია გადავცვალო, კარგი, თუ არა და 5000 player pick tokens ავიღებ. extra time tokens უბრალოდ. აგლის მელის შემიძლია, მაგრამ აი 106 პლუსი შემიძლია აქ, მაგრამ ეს ღირს ვითო? არა ის არ რამდენი შემიძლია რა. ორ წუთს მოიცადეთ დამაცადეთ. გადავიდეთ აქ. მოდი იცი რა. 6000-ში გავუშვებ იმას 8-იან კარტს და 5000 tokens ისედაც ავიღებ. მიდი გთხოვ ვინმე კარგი დამიგდე აქ. ძალიან მჭირდება რომ ვინმე კარგი იყოს. იმიტომ რომ ფაქტიურად ვერაფერი გავაკეთე დღევანდელ ბაკოფებში. აუ. ვიღაცა 106-იანია, ხო? What? ბიჭო ეს რა არის? უსაშინლესი რაცა. ავიღოთ ეს შერტ პოინტები რაღა იყო. player pick tokenები. extra time tokenები უბრალოდ. გადავიდეთ extra time-ში და გავხსნათ 5000 tokeni-იანი player pick-ი. ასე ვქონდათ აქ ეგმილი სინამდვილეში. ეს რა მოვიდა ბიჭო, პაკებში არაფერი არ მოვიდა ვაფშე. ლუკას პიაზონს ავიღებ აქედან. სხვას ვერაფერს. მოდი ეს 250-იანებით გავხსნათ და 1500-იანი კიდე. ზემოდან. იმიტომ რომ ამას მერე ამ კარტებს ექსჩეინჯებში ვიყენებ და თან შეიძლება რომ რამე კარგი კარტი დააგდოს და ხო. უნტერი ავიღოთ აქედან და წავიდეთ გავხსნათ გავსკიპოთ. ლუკას პიაზონი 74 მილიონი, not bad. კარგია. გადავიდეთ top event-ში. ავიღოთ ეს 1500-იანიც და შემდეგ დავასრულოთ ვიდეო. არა, შემდეგ არ უნდა დავასრულოთ ვიდეო. ახლა გამახსენდა. გადავიდეთ store-ში, exchange-ში და league exchange-ში. აქ არის ორი კარდი, 102-იანი. ანდრეი შევჩენკო და ზამბროტა. აი ასეთი ორი კარდია. ზამბროტას პოზიციაზე და შევჩენკოს პოზიციაზე ორი მოყავს 108 ოვერიანი კარდები. მას შერადოები არ მიჭირს ახლა თან იმას გავალ, დაივეჟე რაივალებში გავალ ბოლომდე. და შემდეგ ამით ავიღებ, მაგრამ არ ვიცი რომელი ავიღო. გადავწყვეტ, ავიღებ და დავაყენებ იმას გუნდში.
თუ იან რაიტს ავიღებ მაინც არ ვიცი შეიძლება სხვა ვინმე ავიღო იან რაიტის გარდა მაგალითად ჩალხანოღლუ შეიძლება ან რამე ეგეთი ხო ამასაც ავიყვან და შემდეგ ვიდეოს გადავიღებ იმ ქარტის გაწესვას რომელსაც ავიყვან ეხლა უკვე გემშვიდობებით კარგად გრძელდება